გამოცდილების დაგროვების შემდეგ, არ ვიცი, ზრდასთან ერთად ესე ვიტყოდი, რომ ადამიანები ვიცვლებით, ვითარდებით და საკუთარი თავის მოსმენასაც ნამდვილად უფრო მეტად ვსწავლობთ. დღეს ზუსტად ამ თემას მინდა მეც რა შევეხო, იმიტომ რომ ერთი არის ხოლმე აი მე ძალიან ხშირად მიყვარს ამაზე ხაზგასმა, რომ ხანდახან გამოცდილებით ვსწავლობთ ადამიანები და ძალიან ხშირია, როდესაც ესე გამოცდილებით მივდივართ გარკვეულ დასკვნამდე და გადაწყვეტილებამდე, რომ აი თუ მე ამას ესე გავაკეთებ, ამ შემთხვევაში ესეთ შედეგს მივიღებ ხოლმე, ხო? და მათ შორის აი ეს თვითრეფლექსიაც, ანუ საკუთარ თავთან დიალოგიც გამოცდილებით დასწავლილი ქცევაა, ესე რომ ვთქვათ. აი დღეს კიდევ უფრო მეტად ვეცდები, რომ დაგანახოთ, როგორ შეიძლება საკუთარ თავთან დიალოგი და საკუთარ თავთან რეფლექსია კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც აი ზუსტად ირმამ რაც ახსენა და ლელა თქვენ რაც ახსენეთ, რომ დაგვეხმარება გავაანალიზოთ საკუთარი თავი აწმყოდროში, ეხლა ვინ ვარ, ეხლა როგორი ვარ და დავინახოთ სასურველი მე რაღაცა გარკვეულწილად მომავალში. და მერე უკვე თუ კი ვიცი აწმყო როგორია და თუ კი ვიცი როგორი მინდა რომ ვიყო ან რა მინდა რომ მოხდეს მომავალში, მაგის მიხედვით როგორ დავამყარო კავშირი, ხო, აწმყოდან მომავალში რა კავშირები შეიძლება გავაბა იმისათვის რომ მოკლედ აი ეს ჩემი დიალოგი მხოლოდ დიალოგად არ დარჩეს რეალურად და გარკვეული ასე ვთქვათ ცვლილებებით შემოიტანოს ჩემს ცხოვრებაში, ხო? ასე რომ მადლობა. მე გარკვეულწილად თან პრეზენტაციაზეც გავაზიარებ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ ვიზუალური მასალაც მოვიშველიო. ერთ საკითხზე კიდევ რასაც გავაკეთებ, რომ როდესაც ჩვენ აპელირებას ის არის, რომ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ და განსაკუთრებით მანამ სანამ მიზანმიმართულად ფიქრს მივეჩვევით, ორ ნაწილად იყოფა ხოლმე ჩვენი ემოციები. ხანდახან ვამოტივირებთ საკუთარ თავს და ავანთებთ, მოვუწადინებთ, ანუ უფრო ასე ვთქვათ დადებითისკენ მივყავს საკუთარი თავი, მაგრამ ხანდახან აი ამ ფიქრებში ჩათრევამ, აი ირმამ ახსენა, რომ რეალობაში გვაბრუნებს ხოლმე, ხან რეალობაშიც გვაბრუნებს და ხანდახან პირიქით, ცოტა მძიმე სურათსაც კი დავინახავთ ხოლმე, რაც ასევე ემოციურად კიდევ ცალკე გამკლავებას მოითხოვს ხოლმე ჩვენგან, ხო? ამიტომ აი ინსტრუმენტი, რომელზეც დღეს მინდა რომ ვისაუბროთ, არის სწორედ ასე ვთქვათ რაციონალური, საკუთარი მესკვლევა, საკუთარი სამყაროს კვლევა სიღრმისეულად და ამავდროულად ძალიან რაციონალურად იმისათვის, რომ უკვე მე შევძლო ვიყო რესურსულ მდგომარეობაში, ადამიანმა შეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება გააზრებულად, მიზანმიმართულად და ბუნებრივია მოტივაციაც ჰქონდეს იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების ვთქვათ სისრულეში მოყვანა შეძლოს. მაშასე მეგობრებო, ესე იგი ეხა ეკრანს გავაზიარებ ერთი წუთით და პატარა კითხვებსაც მოვიშველიებ, რაც ალბათ თქვენ დაგისვამთ ხოლმე საკუთარი თავისთვის. ნუ, ესე ვთქვათ, ეს ნიმუშებია, რასაკვირველია მხოლოდ და მხოლოდ, ხო? რომ გაცრავად, ხო, აი რა როლი მაქვს მაგალითად პროფესიულ საოჯახო საქმიანობაში, ხო, თუნდაც და ამ როლზე კიდევ ცალკე გავაკეთებ, ეს მხოლოდ ნიმუშებია უბრალოდ კითხვების. რის გამო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ? რამდენად წარმატებული ვარ? ან საერთოდ რას ვამბობ, რომ წარმატება რა არის, ხო? როგორ აღვიქვამი მე ამ წარმატებას? რა ნაწილში მაქვს ჩავარდნა, რას ვერ ვაკეთებ? ამ პირიქით რას ვაკეთებ და კიდევ რა შემიძლია, რომ უკეთესად გავაკეთო და გავაუმჯობესო? ანუ ეს კითხვები, როგორც წესი, გონებაში ძალიან აქტიურად შემოდის ხოლმე ჩვენთან და ჩვენი დღევანდელი მიზანი ზუსტად ის არის, რომ ისეთი ლოგიკური თანმიმდევრობით დავალაგოთ ეს თუ ის სხვა კითხვები, რომელიც თქვენ გაქვთ ხოლმე, რომ საბოლოო ჯამში ამან მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე და ვთქვათ, კარგი ბიძგი მოგცეს ცვლილებებისკენ, ხო? ინსტრუმენტი, რომელიც მე უკვე ვახსენე და დღეს რომელსაც განვიხილავთ, ეს არის ნეიროლინგვისტური მიმართულების ნეიროლინგვისტური პროგრამირების კორიფეს რობერტ დილცის ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია ცვლილების ნეიროლოგიკური დონეები. რეალურად ეს ინსტრუმენტი არის ის თუ აი როგორ აღვიქვამთ ადამიანები საკუთარ თავს და როგორ ვურთიერთობთ როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან.
ხა სანამ რაიმე წარწერას გამოვიტანდე, დაახლოებით ასე ვთქვათ, ცოტა ტექნიკურ შედარებასაც კი გავაკეთებ, ხო, რომ ჩვენ ადამიანებს გვახასიათებ რაღაცები ვიცით, რაღაცები ქცევის დონეზე გვაქვს გამჯდარი, რაღაცებს რაღაც უნარების გამომუშავებაზე ვმუშაობთ, გვინდა რომ უფრო მეტად დავხვეწოთ, განვავითაროთ, რაღაცების გვჯერა, რაღაცებს ახლიდან ვსწავლობთ ხოლმე და ახლიდან ვიჯერებთ, ხო? შესაბამისად, აი ის, რასაც ამ დონეზე ვაკეთებთ ქცევიდან საკუთარი თავის აღქმამდე, ეს არის ის სალაპარაკო ენა, რომლითაც ჩვენი ნერვული სისტემა და ჩვენი თავი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ხო? და როგორც კი ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს საუბარი და დიალოგი და ჩვენ თავთან ურთიერთქმედებთ, ასევე ურთიერთქმედებთ სხვა ადამიანებთან, გარე სამყაროსთან, იმ სოციუმთან, რომელთანაც ჩვენ ვიკვეთებით. და აი აქ არის ზუსტად ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი უკვე, რომ როგორ ვაკეთებ მე ამას, ანუ როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს, რა მენტორული რუქები მაქვს საკუთარ თავში შექმნილი და პროგრამები შექმნილი და ჩემი ქცევის დროს როგორ მივმართავ იმისათვის, რომ მაქსიმალურად რესურსულად, მაქსიმალურად სწორად, ასე ვთქვათ, გამოვიყენო ის ჩემში არსებული რუქები იქნება თუ რესურსები, რომელიც მე მაქვს, ხო? მაშ ასე პრინციპში რომ დავიწყოთ აი ამ პირამიდის, ასე ვთქვათ, რომელიც ინსტრუმენტის განხილვა, რომელიც ვიზუალურად პირამიდასავით გამოიყურება და ჩანს კიდევაც თქვენს წინაშე ეკრანზე. დავიწყოთ ყველაზე ესეთი განიერი, ყველაზე მყარი, ყველაზე დიდი, რაც არის, ეს არის პირველი საფეხური, ეს არის გარემო, ხო? შეგვიძლია დავარქვათ საფეხური, ხან შრე, იგივე დონე შეიძლება ვუწოდოთ, საბოლოო ჯამში ეს, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე საკითხს გულისხმობს ხოლმე. და რა არის ის გარემო, ხო, რომელშიც რას ნიშნავს ეს გარემო პირამიდაში? ნუ გარემო არის ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა, ხო? სად ვართ, ვისთან ერთად ვართ, როგორია ფიზიკური გარემო, როგორია ემოციური გარემო ჩვენს გარშემო და რეალურად თითქოს ესეა, ხო, რომ აი როგორი გარემოც არის, მერე აქედან გამომდინარე ადამიანები ჩვენი ქცევა არის ხოლმე აი ამ გარემოს საპასუხო რაღაცნაირად, ხო? აი მე მაგალითებსაც რო განვიხილავთ, მარტივად თუ კი შევხედავთ, ეს ესე ჩანს, რომ რა გარემოშიც ვარ, მე შესაბამისად ვიქცევი, ისეთ ქმედებებს ვახორციელებ, რომ ან ამ გარემოში, ესე ცოტა უტრირება რო გავაკეთო, გადავრჩე, გავუმკლავდე, იმიტომ რომ ეს გარემო არ არის მარტივი, ხო? მით უმეტეს ძალიან ცვალებადია. ან პირიქით, გარკვეულწილად მე მოვახდინო გარემოზე ზემოქმედება. აი აქაც ორივე მიმართულებით შეიძლება ვიმსჯელოთ, ხო? მაგრამ როგორც არ უნდა ვთქვათ, ანუ რეალურად ეს ორივე ურთიერთქმედებს, ანუ ერთია, რომ გარემო მოქმედებს ადამიანზე და მერე აქედან გამომდინარე ადამიანი პასუხობს გარემოს, მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ასე ვთქვათ, ფარგლებში ჩვენ დავინახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემო ძალიან ფართოა, ჩვენს გარშემოა და ასე ვთქვათ, საკმაოდ ისეთია, დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, არის კიდევ უფრო ღრმა, რომელიც პირამიდის, ასე ვთქვათ, წვერისკენ გადაგვანაცვლებს, რომელიც კარნახობს ხოლმე და განაპირობებს იმას, თუ როგორ იქმნება გარემო ჩვენს გარშემო, ხო? შესაბამისად, თუ კი ვამბობთ, რომ გარემოზე ჩვენი პასუხი არის ქცევაში გამოხატული, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ, აი ასე ვთქვათ, უკვე მეორე საფეხურის ნაწილზე, რომელსაც ვეძახით ქცევას და რომელიც ამას განმარტავს როგორც ქცევას. ეხლა უფრო გასაგები რომ გახდეს გარემოსა და ქცევის კავშირი, მინდა ერთი პატარა დღევანდელი სიტუაციის შესაბამისი მაგალითი მოვიყვანო, რომ აი მაგალითისთვის თუ გარემო ისეთია, რომ გარეთ ცივა, ხო? ამ შემთხვევაში როგორ იქნება ჩემი ქცევა? და ჩავიცვალ შესაბამისად იმისათვის, რომ გარემოს მიმართ შესაბამისი რეაქცია მქონდეს, ხო? მაგრამ აქ რატო ჩავიცვით თბილად ორნაირად შეიძლება რომ განვიხილოთ. ერთი იმიტომ რომ გარეთ ცივა და კი ბატონო, ჩემი ქცევა არის ნამდვილად პასუხი გარემოზე, მაგრამ მეორეს მხრივ თუ კი ჩვენ გადავინაცვლებთ ერთი საფეხური თუ უკაცრავად, უფრო მაღლა, რომელიც არის უნარები და შესაძლებლობები და დაუსვამთ საკუთარ თავს კითხვას, რომ რატო ვიცვამ თბილად? რა თქმა უნდა, ერთია რომ
გარეთ ცივა და მეორეა, იმიტომ რომ მე ამისი უნარები გამომუშავებული მაქვს, ხო? იმისათვის რომ მე თბილად ჩავიცვა, შესაბამისი ცოდნა მაქვს ამისათვის დაგროვილი, გარკვეული გამოცდილებაც მაქვს ამისი დაგროვილი, რომ ვიცი ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე. და ბუნებრივია, ანუ აი ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც მკარნახობს, ხო? მარტო გარემოდან კი არ ვიღებ ამ იმპულსებს, არამედ ჩემში უკვე დაგროვილია რაღაც მეტაპროგრამებით შექმნილია და აი აქედან გამომდინარეც მე შემიძლია რომ ასე ვთქვათ ეს ქცევა განვახორციელო. როგორ დაგროვდა და საიდან წამოვიდა? აი როგორ განვითარდა ჩემში ეს უნარები და შესაძლებლობები, ხო? აი ამ კითხვას რო გავცეთ ახლა პასუხი იმიტომ რომ აი ეს პირამიდის ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ზევითა ნაწილისკენ გადავინაცვლებთ, აქ დავინახავთ კიდევ ერთ რაღაცას, რომ ჩემს უნარებსა და შესაძლებლობებს, ვის განვითარებას, რა დონეზე მაქვს განვითარებული, განაპირობებს ის ჩემი რწმენა, ღირებულებები, შეხედულებები, დაჯერებები, აქ რაღაც ცოტა სინონიმურადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომელიც ჩემში აი ცხოვრების ამ ეტაპზე მაქვს დაგროვილი, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემში გამჯდარია და ასე ვთქვათ, ეს არის ჩემი სამყარო, რომლის სპექტრითაც ვუყურებ ამ ყველაფერს, ხო? ასე რომ ნახეთ, თუ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჯანმრთელობა, როგორც ასე ვთქვათ, ჩემთვის ღირებულია, რომ ჯანმრთელად ვიყო, მაშინ მე ჩემი ჯანმრთელობისთვის გამომუშავებული მაქვს ისეთი უნარი, რომ შეუძლო შევარჩიო შესაბამისი 60, ეს გადამაქცევაში, რომ ვიცომ შესაბამის 60 და მოკლედ გავდივარ გარემოში ისე, ხო? საბოლოო ჯამში კიდევ ერთი საფეხურით მაღლა რო გადავინაცვლოთ, კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ესეთი კითხვა დავუსვათ თავს, რომ რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ჯანმრთელად ვიყო, ხო? და აი აქ უკვე საკუთარი თავი გპასუხობს ესეთ არასწორად ვაიბოდიში, არასწორად ვაჭერ ისრებს. ეს არის უკვე ჩვენი იდენტობა, რომელიც პასუხობს, რომ თუ კი მე ჯანმრთელად ვარ, მე ვარ ენერგიული, მე ვარ მოტივირებული, მე კარგად ვგრძნობ თავს და ეს იდენტობა, რომელიც სხვადასხვა როლია ადამიანის რეალურად, ხო? და სხვადასხვა როლში როგორ გრძნობს ადამიანი თავს, საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, თუ რისი ჯერა, რა შესაძლებლობები აქვს, როგორ იქცევა და როგორ გარემოს ვიღებთ გარშემო, ხო? მინდა რომ აი ამ მაგალითს კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდები და მე სხვა მაგალითსაც მოვიყვან, თუმცა აი იდენტობას ცოტა კიდევ უფრო მეტად რო შევეხოთ, ჩვენ ადამიანები ცხოვრების მანძილზე ბევრ როლში ვართ ხოლმე, ხო? აი ლელა მახსენა წეღან, რომ მე როგორც დედაო, ესეთი ფრაზა იყო გამოყენებული. დედაც ერთ-ერთი როლია, რომელიც ცხოვრებაში გვაქვს და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი როლია, რა თქმა უნდა. ხან ვართ შვილი, ხან ვართ მშობელი, მეგობარი, კოლეგა, პროფესიონალი, ანუ ცხოვრებისეულად ადამიანები ჩვენი აი ამ მიღწევების შედეგად და ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილებების შედეგად სხვადასხვა როლში ვართ ხოლმე. თითოეულ ამ როლში როგორ ვხედავთ და როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, ეს არის სწორედ იდენტობა და აი ამ ჩვენი აღქმის მიხედვით, რაც უფრო, ასე ვთქვათ, ზემოდან ქვევით განვიხილავთ ადამიანები საკუთარ თავს, მით უფრო აი პრიზმულია, ხო, პრიზმული პანორამულია, უფრო დიდია ეს ხედვა, ყველა შრეზე ვაანალიზებ საკუთარ თავს და გაცილებით, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გააზრებულია ის ქმედებები, ის გარემო, ის ჩემი შესაძლებლობები, რომელიც მე მაქვს გარშემო. თუმცა პირამიდა რეალურად აქ არ მთავრდება, აი ამ მოდელის მიხედვით, ჩვენ ფოკუსირებას დღევანდელ დღეს ამაზე ყველაზე მეტად გავაკეთებთ, თუმცა გაგრძელებაც აქვს, იმიტომ რომ როგორც კი ჩემი როლიდან უფრო ზევით ავდივარ ადამიანი, ხო? აქ უკვე წვდომა მეხსნება და უკვე სხვებზე და სხვა ადამიანებზეც ვახდენ გავლენას, ხო? ვთქვათ, უფრო ვიწროთ თუ დავიწყებთ, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, ეს შეიძლება იყოს მეგობრები, კოლეგები, პროფესიული ასოციაციები, გაერთიანებები და ნუ იმის მიხედვით თუ რომელ იდენტობაში, რა დონეზე
როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს, აი ესეც უკვე ასე ვთქვათ გავრცელება და საზოგადოებაზე უფრო ფართოდ გასვლა, ამაზეა დამოკიდებული, რომელსაც მისიას უწოდებენ ხოლმე. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს ასე ვთქვათ პიროვნულ ცვლილებაზე და პიროვნულ განვითარებაზე გვაქვს უფრო მეტად აქცენტი, პირამიდის აი ამ 5 საფეხურზე გავაკეთებთ უფრო მეტად ფოკუსს. მოდით მაგალითი რომელიც მოვიყვანე, ხა მინდა რომ უფრო შეკრულად დავინახოთ, რომ მერე კიდევ უფრო მეტად წინ წავიძიოთ, ხო? რომ როგორი გარემოა ჩემს გარეთ ცივა, შესაბამისად ვიცვამ, ესეთია ჩემი ქცევა. ვიცვამ იმიტომ, რომ მე მაქვს უნარი შევარჩიო შესაბამისი 60 და ეს უნარი, ასე ვთქვათ, გამოცდილებით მაქვს დაგროვილი. რატომ მაქვს ეს, რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ თბილად ჩავიცვა? იმიტომ, რომ მე მინდა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელად ვიყო და რატომ უნდა ვიყო ჯანმრთელად? იმიტომ, რომ როდესაც ჯანმრთელად ვარ, თავს ვცნობ ბედნიერად, თავს ვცნობ ენერგიულად, ხო? რეალურად აი ამ ასე ვთქვათ პირამიდის განხილვა, ეხლა ჩვენ დავიწყეთ ქვემოდან ზემოთ, ანუ გარემოს გაანალიზებით, წავედით უფრო ასე ვთქვათ იდენტობის გაანალიზებისკენ, ხო? აა სანამ თვითონ რობერტ დილციც ამბობს ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ რეალურად ბევრნაირად შეიძლება ამ პირამიდის დახმარებით საკუთარ თავში ჩაძიება და საკუთარი თავის კვლევა. რა თქმა უნდა, აუცილებლად შევეხებით იმას, თუ როგორ გამოვიყენო სწორად, ანუ როგორ დაუსვა, რა თანმიმდევრობით და რასთან დაკავშირებით დაუსვა საკუთარ თავს კითხვა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალური შედეგი მივიღო და მაქსიმალური გათვითცნობიერება მივიღო. თუმცა მანამდე ისევ მის სიტყვებს მოვიშველიებ და შედარებას გავაკეთებ ლაოძის სიტყვებთან მიმართებაში, აი ამ ჩვენი პირამიდის, რომელიც ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ნახეთ დააკვირდი შენს ფიქრებს, ის სიტყვებად იქცევა. მე აქ ცოტა ინტერპრეტაციასაც გავაკეთებდი და ჩვენი ფიქრები მერე რაღაცნაირად აი უთქვამთ ხოლმე ადამიანებს, რომ აი გაცხად და ახდა. ეს ესეა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, აი რატო არის ესე, რეალურად მოდი გავყვეთ ლაოძიზე კარგად, ვინ ჩამოაყალიბებს ამას, ხო? რომ დააკვირდი შენს სიტყვებს, ისინი მოქმედებებად იქცევა. დააკვირდი შენს მოქმედებებს, ისინი ჩვევებად იქცევა. აი ჩვევები განაპირობებს უკვე, რომ დააკვირდი შენს ჩვევებს, ის ხასიათად იქცევა და დააკვირდი შენს ხასიათს, ის შენი ბედი გახდება. ნახეთ ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი შთამაგონებელი სიტყვებია რეალურად, იმიტომ რომ ადამიანები ესე ხანდახან მარტივად ვამბობთ ხოლმე, ხო, რომ ესე ხდება. თავის დაუნებურად კი არ ხდება რაიმე რეალურად, აი რატომაც ქვია ამ პირამიდას ცვლილების ნეიროლოგიკური დონეები, თითოეული შრე ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, გარკვეული ლოგიკით არის დაკავშირებული, ხო? და ეს ლოგიკა არის ზუსტად ის, რომ ეს შრეები ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და ლაოძის სიტყვებით ზუსტად ამ შრეებს რო დავადაროთ, ნახეთ როგორი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უკვე ამოყირავებული ჩანს პირამიდა, იმიტომ რომ ვთქვათ, ესე იწყება უკუმიმართულებით აღქმა, ხო? რომ ფიქრები იქცევა, ფიქრები, რომლებიც მერე ახდება, ესე რომ ვთქვათ, რომელიც სიტყვებად იქცევა, რომელიც ხდება ჩვენი გარემო. ჩვენი სიტყვები მოქმედებებში გადადის, ანუ ჩვენ ქცევაში ვავლენთ ამ ყველაფერს. ჩვენი მოქმედებები რეალურად ჩვენი ჩვევებია, ანუ ჩვენი უნარებია, რასაც ვიყენებთ ყოველდღიურად თუ არა ყოველდღიურად. აი ეს ჩვევები საიდან გამომდინარეობს უკვე ხასიათზე ვეძახდით, ხო? მაგრამ ხასიათი არის ზუსტად ის დაჯერება, რწმენა, ღირებულება, რომელიც არის ჩვენს გონებაში და ტყუილა არ მომდინარეობს, არ განაპირობებს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს მერე საბოლოო ჯამში, ჩვენს შედეგს, ჩვენს ბედისწერას, ესე რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, აი, ჩემი ბედი როგორია, მაგალითად ადამიანი თუ ამბობს, რომ მე მაგალითად მაინც არ მიმართლებს რა გამოცდაზე, აი, ან გასაუბრებაზე მაინც არ მიმართლებს, ხო? ესეთი დაჯერება აქვს საკუთარი თავის შესახებ და ყოველთვის ეს ნაცნობობით ხდება მაინც სამსახურში მიღება, ნაყვანა ადამიანის. აი, არ მიმართლებს, ეს არის საკუთარი თავის აღქმა, როგორც გასაუბრებაზე თუ სამსახურის ძიებაში მყოფი ადამიანი, ეს არის ამ წუთას მისი როლი.
არ მიმართლებს, ეს არის აღქმა საკუთარი თავის და დაჯერება ეგეთი აქვს, ხო? არ მიმართლებს, იმიტომ კი არა, რომ რაღაც ვარსკვლავთა განლაგებაა მხოლოდ ესეთი, ხო? არ მიმართლებს, იმიტომ რომ სხვას უმართლებს, ვისაც ნაცნობი ყავს, ვისაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ჯემზე წინ დააყენებენ. აქედან გამომდინარე, როგორ აკეთებს ხო ადამიანი? შესაბამისად ნაკლებად ემზადება, იმიტომ რომ დაჯერებაც ნაკლები აქვს, გასაუბრებაზე ან მიდის, ან არ მიდის და მიდის და ისე არ აკეთებს რაღაცეებს, იმიტომ რომ მაინც არ სჯერა და ეს თავიდან ბოლომდე იგრძნობა ადამიანში და ბუნებრივია იღებს ისეთ გარემოს, რომელიც, ასე ვთქვათ, იმ მომენტში არის მის გარშემო, ხო? კარგით. მეგობრებო, სანამ შემდეგ ნაწილზე გადავალ და ისევ აი ამ სამკუთხედის გარშემო ვიტრიალებ და ამ მისიას ვთქვათ გამოყენების ნაწილზე ვისაუბრებ, თუ გაქვთ რაიმე კითხვა? სოფხელი ხო არ არის სადმე აწეული? ჯერჯერობით არ ჩანს. ჯერჯერობით არ. მაშინ მეგობრებო, აი მე უკვე ვახსენე, რომ ესეთი საკითხია, რომ როდესაც ადამიანები ამბობენ საკუთარ თავს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, იგარლიხს არ ტყავენ, ხო? ასეთ იდენტობას იღებენ, რომ მე აი ასეთი ვარ. ორი მაგალითი მინდა განვიხილოთ თქვენთან ერთად. ეს რა თქმა უნდა, ჩემი ინტერპრეტაციაა ეს მაგალითები, უბრალოდ აი თქვენთან ერთად მინდა რომ ვნახოთ როგორ გამოიყურება. ერთი და იგივე პროფესია მაქვს აღებული, უბრალოდ სხვადასხვანაირი მიმართულებით და სხვადასხვა ადამიანი, ასე ვთქვათ, ჩემს თავში ორი ადამიანი იყო, ერთი ესეთი, მეორე ისეთი და სხვადასხვა ადამიანის ჭრილით ვუპასუხე აი ამ პირამიდის, ასე ვთქვათ, ლოგიკურ დონეებს, ჩემიდან გამომდინარე, ხო? დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, იმიტომ რომ ქვემოდან ზემოთ როგორც წესი, აი როცა ვფიქრობთ ადამიანები ბუნებრივად ვიწყებთ ხოლმე ქვემოდან ზემოთ ფიქრს და რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ აი ნახეთ პირამიდის ფორმა აქვს, ხო ამას? ჩვენი გარემო ყველაზე მეტად აღქმადია. აი რას ვხედავთ, ვინ არიან ჩვენს გარშემო, რა შეგრძნებები გვაქვს, როგორ ვურთიერთობთ ამ ადამიანებთან, ხო რა ურთიერთობები გვაქვს. ამას ყველაზე კარგად და ცხადად აღვიქვამთ. ქცევასაც ვუყურებთ, ხო? აი რა ქცევებს ვავლენთ, ვთქვათ, პოზიტიური ვარ, უფრო მეტად, არ ვიცი, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ, თბილი ვარ, ალერსიანი ვარ, მოკლედ ქცევის შეფასებაც შეგვიძლია, უნარებისაც. აი როგორც კი რწმენა ღირებულებებზე მივდივართ ხოლმე, მან შეიძლება უფრო მეტი ფიქრი დაგვჭირდეს ადამიანებს, ხო? და ნუ იდენტობაზე რასაკვირველია, ანუ როლში როგორ ვხედავ ჩემ თავს, ესეც ძალიან, ასე ვთქვათ, დასაფიქრებელია ხოლმე. ამიტომ ერთი ესეთი მაგალითი გარემოდან რომ დავიწყოთ, აღებული მაქვს მასწავლების მაგალითი, ესე სპონტანურად, რომელიც ამბობს, აი რო ეკითხებიან, რომ როგორია შენს გარშემო გარემო, მაგალითად გაკვეთილზე და ნუ მისი პასუხი არის, რომ ბავშვები გაკვეთილზე ხმაურობენ. და ხო, აი ესეთი, ისა რა ქვია, თავხედობენ ესე რა ვთქვათ, ხო? და როგორია ამ დროს მისი ქცევა. როგორ იქცევა, როცა ბავშვები ესე არიან. მასწავლებელი შესაბამისად ხმას უწევს, რა ვიცი, სადამსჯელო ღონისძიებებს ვიყენებ, თქვათ ესეთია მისი პასუხი. აი რატო ვაკეთებ ამას, ხო? რატო ვსჯი? მარტო იმიტომ კი არა, რომ გარემო ესეთია, ჩვენ ხო თქვით, რომ გარემოც მოქმედებს, მაგრამ კიდე რაღაც მკარნახობს ესეთ ქცევას, იმიტომ რომ ვერ ვაგებინებ. იმიტომ რომ ვთქვათ, აი აღარ ვიცი სხვა რა გავაკეთო, მეტი უნარი და მეტი შესაძლებლობა არ მაქვს, არა და საქმე გასაკეთებელია, ხო? მაგრამ ესენი ისე ხმაურობენ, რომ მე სხვა გზა აღარ მაქვს, თუ მე იმათ ხმას არ გადავაჭერბე, სხვანაირად ვერ მიმყავს საქმე წინ. რატო ვიქცევი კიდევ ერთი საფეხურით, რომ ჩავეკითხო ჩემ თავს, რომ აი რატო არ მყოფნის რესურსი, რატო არ მაქვს საკმარისი ძალა, რომ ამ ყველაფერს გავუმკრავ და იმიტომ რომ ამათი დამორჩილება შეუძლებელია. ეს თაობა თავნებაა, ხო? აი ნახეთ, ისევ გარემოზე ისრის მიშვერა, რომ მათშია რეალურად, ხო, თითქოს პრობლემა და მერე შენ როგორ ხარ აი ამ ყველაფრის შემდეგ თუ კი ვსვამ კითხვა საკუთარ თავს რომ დაუსვას ხო მასწავლებელმა ეს კითხვა, ну პასუხიც არის შესაბამისი, რომ აი ამდენი ასე ვთქვათ წვალების და შრომის შემდეგ სრულიად ძალაგამოწლილი ვარ და თან მაინც საბოლოო ჯამში იმ შედეგს ვერ ვიღებ, რომელიც მინდა რომ მივიღო ბავშვებთან მიმართებაში. აი, ერთი შეხვედრით ესე გარედან რომ დავინახოთ, ხო? ძალიან ისეთია, რა თქმა უნდა, უტრირებული მაგალითი შეიძლება იყოს, თუმცა, რა ვიცი, შეიძლება არც ბოლომდე უტრირებული. აა
ძალიან ისეთია, ხო? გავრცელებული სიტუაცია, კლასში ბავშვები ხმაურობენ, თამაშობენ, მასწავლებელი ვერ უმკლავდება, ამიტომ უფრო მეტად მკაცრობს, უფრო მეტად ყვირის, ხმას უმაღლებს, მიაჩნია, რომ ამათთან აზრი არ აქვს, ესენი როგორები არიან და როგორ დავიღალე აი ამ ყველაფრის შედეგად და მე ვარ დაღლილი, მე ვარ ენერგიისგან დაცლილი ადამიანი. აა, აი, ამგვარად საკითხის, ასე ვთქვათ, გაშლა, აი, გარემოდან იდენტობამდე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ირმა მახსენა, რომ რეალობაში მაბრუნებს ხოლმეო, ხო? თითქოს ერთი შეხედვით მასწავლებელი, რომლის, ასე ვთქვათ, იდეოლოგია მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობები აღზარდოს, ეს თაობები უნდა იყოს წინა თაობებზე კარგი, თავს გრძნობს დაღლილად და ძალაგამოცლილად. და ეს რეალურია, ანუ ეს არ არის ნახე ხელოვნურად შემოტანილი, ხო? მართლაც ახლა მასწავლებლობა პატარა რესურსს არ მოითხოვს, მაგრამ აი ამ როლში ადამიანი როგორ გრძნობს თავს, ამის გაანალიზება ნამდვილად ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. ხა მე ვახსენე ესეთი რაღაცა, რომ აქ ჩვენ სიტუაცია განვიხილეთ ქვევიდან ზევით, ანუ გარემოს ანალიზიდან წავედით როგორ გრძნობ თავს, როგორც მასწავლებელი, მასწავლებლის როლში იქამდე. ეხლა ნებისმიერ ადამიანს რო ალბათ ეს ვაჩვენო, არ ვიცი რა თქმა უნდა დაშვებას ვაკეთებ ამის, აი მასწავლებელს რო ვაჩვენო, და აი შენ როგორ გრძნობ თავს და დაღლილი და ძალაგამოცლილი ვარ. უნდა რომ ესე იყოს, ნაკლებად რომ ალბათ ადამიანს ესე უნდოდეს, ხო? როგორც წესი, ადამიანებს შინაგანი მოთხოვნილება გვაქვს, რომ თავს კარგად გრძნობდეთ. რა თქმა უნდა, არის ესეთი სიტუაციებიც, როცა ვიღაცას უყვარს მსხვერპლის როლში ყოფნა, ანუ სხვადასხვა ისინი, მაგრამ ჩვენ ახლა ცოტა ის ჯანსაღ გარემოზე რო ვისაუბროთ, მე როლიდან გამომდინარე, მინდა რომ თავს რომელ როლშიც არ უნდა ვიყო, თავს ვგრძნობდე, ვიცი, კარგად, მოტივირებულად, გამართულად, ჯანმრთელად და სხვადასხვა სიტყვები შეიძლება რომ მოვიშველიოთ, ხო? მოდი ახლა მეორენაირად რო წავიდეთ და ავიღოთ სხვა, ასე ვთქვათ, მასწავლებელი, რომელსაც პირიქით დავუსვამთ კითხვებს, ხო? აი, გარემოს გაანალიზებით კი არ დავიწყებთ, არამედ პირიქით, ზემოდან მისი როგორც მასწავლებლის როლის გაანალიზებიდან დავიწყებთ და ვთქვათ, დავუსვამდი ესეთ კითხვას, მაგალითად, თუ კი ზემოდან ქვემოთ წამოვიდოდით, რომ აი, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი როგორც მასწავლებლისთვის, ხო? როგორი მასწავლებელი ხარ, რაზე ხარ ორიენტირებული? და პირობითად, ვიცი, არავინ არ იტყვის თავიდანვე ესეთ კითხვას თუ დაусმევ, რომ როგორი მასწავლებელი ხარ, არავინ არ იტყვის, რომ მე ვარ დაღლილი და ძალაგამოცლილი და ენერგიული, იმიტომ რომ ასეთის დანახვა საკუთარი თავის არ გვინდა, ხო? ამიტომ მე ვარ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, რა თქმა უნდა, პირობითი პასუხია ესა. ოკეი, თუ ხარ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, მაშინ რა არის შენთვის მნიშვნელოვანი აი ამ როლში და რა არის და მიმაჩნია, რომ იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს, მე უნდა დავაინტერესო, უნდა ჩავრთო სასწავლო პროცესში. ეხლა, მეორე კითხვა უფრო ქვევით რო ჩამოვიდეთ, ხო, ერთი საფეხურით. რა გჭირდება იმისათვის, რა უნარები გჭირდება და რა შესაძლებლობები იმისათვის, რომ შეძლო ჩართო და დააინტერესო ბავშვები პროცესში. რომ დავაინტერესო და ჩავრთო, მეც უნდა განვითარდე, ხო? და საინტერესო აქტივობები შევქმნა. აი აქ ცოტა ხანი გავჩერდები, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ესეთი გარდამტეხი, შეიძლება ითქვას ამ ნაწილში, მეც უნდა განვითარდე. მე წინაზე მინდოდა მეთქვა და რაღაცნაირად ახლა აი აქ შემოვიდა ამ ნაწილს, რომ გარემო იმდენად იცვლება, ეს მარტო იცვლება, ვითარდება, წინ მიდის, როგორც ასე ვთქვათ, ხილული გარემო, ისე არახილული გარემო, ხო? ადამიანების თვალთახედვა იზრდება, მით უმეტეს აი ხა რა ვიცი, ფიზიკურ გარემოს თუ შევეხებით და ისე გადავალთ, სულაც ხელოვნური ინტელექტის გარემოში გვიწევს ცხოვრება და თანაარსებობა, ხო? და დიახ, რა თქმა უნდა, იმისათვის მე რომ თავი ზემოთ იდენტობაში, ჩემს როლში თავი კარგად ვიგრძნო და დავარქვა ჩემს როლს, რომ აი რაღაცა კონკრეტული მინდა და ამას ვემსახურები, ხო? მე მუდმივად უნდა ვიფიქრო საკუთარი თავის განვითარებაზე და ნუ რა თქმა უნდა ეს უკვე იმის მიხედვით რა როლშიც ვარ, სხვადასხვანაირად შეიძლება რომ წავიდეს ეს განვითარება. აი, ლელა მახსენა დედაო, ხო? ეს მაგალითი ძალიან მიყვარს ხოლმე, რომ აი, როდესაც ჩვილი გყავს,
იქ სულ სხვა უნარები გჭირდება, ხო? იმისათვის, რომ ჩულს მოუარო. როცა უკვე ბაღის ასაკის ხდება, კიდევ შენს გჭირდება ახალი უნარები შეიძინო, განავითარო. სასკოლო ასაკში სულ სხვა, თინეიჯერობაში უკვე სულ სხვა უნარები გჭირდება და აი ამ შენი და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ დაეხმარო, ხო? განავითარო ადამიანი და იმისათვის, რომ სხვა განავითარო, უკვე რა თქმა უნდა, შენს გჭირდება, რომ განვითარდე. რაც არ არის ხოლმე მარტივი, რასაკვირველია და რომ ჩამოვიდეთ და დაუბრუნდეთ ისევ მასწავლებელს, საინტერესოდ და აი რა არის ხო, ანუ როგორ უნდა მოიქცეს იმისათვის, რომ აი ეს თავისი განვითარებულობა ბავშვებთანაც შესაბამისად წაიღოს საინტერესო და ახსნას მათთვის გასაგებად, მოусმინოს კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცეს, აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა და რასაკვირველია, აი ასეთ დროს იღებს მასწავლებელი შედეგად, რომ ბავშვები არიან უფრო ლაღები, თავისუფლად მსჯელობენ და რასაკვირველია, ესეც იძლევა მათი უკვე განვითარების საშუალებას, ხო, ეს არის საფუძველი ის, რაც მერე უკვე ამ ადამიანებს განავითარებს. ასე რომ, მეგობრებო, ეხლა რომ შევაჯამო, ხო, რეალურად როდესაც ჩვენს განვითარებაზე ვსაუბრობთ, ცვლილების ინიცირებაზე, საკუთარ თავთან დიალოგზე, ეს დაალაგებულად რო თქვა, ხო, მე ვაანალიზებ საკუთარ თავს და ვაანალიზებ იმისათვის, რომ საკუთარი თავის წაყვანა მინდა უკეთესობისკენ. მე ვაანალიზებ საკუთარ თავს აწმყო-დროში იმისათვის, რომ კარგად გავიგო, ეხლა სად ვარ. საკუთარი თავის გასაანალიზებლად საუკეთესო გზა აი ამ პირამიდის არის, რომ აწმყო-დროზე გავაკეთო ფოკუსი და დავუსვა ჩემ თავს კითხვები. ქვევიდან ზევით. სად ხდება ის, რაც ხდება? როდის ხდება, ხო, დროის რა მონაკვეთში ხდება. რას ვაკეთებ, ანუ როგორია ჩემი ქცევა იმ მომენტში. როგორ ვაკეთებ, აი, რა უნარს ვამჟღავნებ, როგორი შესაძლებლობები მაქვს. რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და ვინ ვარ, როდესაც მე აი ასე ვარ, ხო? ეს კითხვები რეალურად მარტივად ჩამოყალიბებული, თუმცა არც თუ ისე მარტივად პასუხგასაცემი, იმიტომ რომ აი ნახეთ კიდევ ერთხელ რომ დავაკვირდე. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი სად ვარ ახლა ხო, რას ვაკეთებ, სესიას workshop-ს ვატარებ, ეხლა დროის ამონაკვეთში რას ვაკეთებ და გიზიარებთ ჩემში არსებულ დაგროვილ ცოდნას, როგორ ვაკეთებ, რა უნარებს ვიყენებ, ამისათვის ვიყენებ ჩემს, არ ვიცი, გამოცდილებას, ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ და აი უფრო და უფრო ზევით, კიდევ უფრო სიღრმისეულად ეხლა რო აღარ ჩავიდე ამ კითხვებში, ხო? მეხმარება, რომ აი საკუთარ თავთან მქონდეს დიალოგი, გავისიგრძეგანო და ჩემი სამყარო სრულად, პანორამულად, მაქსიმალურად აღვიქვა იმისათვის, რომ ვნახო ეხლა დღეს აწმყო-დროში როგორი ვარ. აი ამ ნახვის დროს შეიძლება აღმოვაჩინო, რომ სადღაც ჩემი ქცევა არ მომწონს, სადღაც ჩემი უნარი არ მომწონს და ვხედავ, რომ უნარია განსავითარებელი, შეიძლება ღირებულებებში მაქვს სადღაც რაღაც შესაცვლელი, შეიძლება პირიქით იდენტობაში მაქვს თავისი თავი ასე ვთქვათ, უფრო სწორად გასაანალიზებელი, ხო? და საქმე იმასშია, რომ როდესაც რაღაცა ცვლილების განხორციელება მინდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო აწმყო-დრო კი არ განვიხილო, არამედ აწმყო-დროში კითხვების დახმარებით, ზემოდან ქვევით წასვლით, კარგად გავაანალიზო, რომ სად არის პრობლემა, იმიტომ რომ პრობლემას რო დავინახავ, მაგალითად ჩემს ქცევაშია პრობლემა, ხო? აი მასწავლებლის მაგალითი რო ავიღოთ, მასწავლებელი ვყვირი. აი მე რო უბრალოდ თქვა, რომ ხვალიდან აღარ ვიყვირებ, შევძლებ რომ შევიცვალო? შევძლებ. გულწრფელად რო გითხრათ, შევძლებ. ოღონდ ეს არ იქნება მდგრადი, ანუ რეალური ცვლილება არ იქნება. რაღაც პერიოდი შევძლებ, რომ აღარ ვიყვირო, ხო? დავთრგუნავ ჩემ თავში ამ რაღაცებს, მაგრამ იქ, სადაც რაღაცას ვთრგუნავ საკუთარ თავში, ეს არ არის გრძელვადიანი, ეს არ არის მდგრადი და რაც მთავარია, ეს არ არის ჩემი აზროვნებიდან წამოსული, არადა ჩვენი ნებისმიერი ქცევა, როგორც ეხლა ნახეთ, მოდის ზევიდან, ხო? როგორ აღვიქვამ მე ჩემს თავს, ასე ვიქცევი. ამიტომ, თუ კი მე მინდა, რომ რაიმე ცვლილება
აღმოვაჩინო პირველ რიგში, სად მაქვს ჩავარდნა და სად მინდა რომ განავითარო, აწმყოდროს ანალიზი მეხმარება ამაში. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მერე მომავლისკენ შევხედო საკუთარ თავს და იგივე პირამიდაში გავაანალიზო, ოღონდ თუ კი აწმყოში ვიწყებ ანალიზს და საკუთარი თავისადმი კითხვების დასხმას, ასე ვთქვათ, ქვევიდან ზევით, ანუ გარემოდან იდენტობამდე, მომავალში პირიქით ხდება. მომავალში ჩვენ ვერ ვამბობთ, რომ აი ესეთი გარემო მინდა რომ იყოს და უბრალოდ შეიძლება ვთქვა, რომ მინდა რომ ესეთი გარემო იყოს, მაგრამ არაფერს არ მაძლევს ეს, ხო? აი ვინ მინდა, როგორი მინდა რომ ვიყო, როგორ მინდა რომ ვგრძნობდე თავს, როგორც მასწავლებელი, როგორც დედა. ეს ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივად და ძალიან სასიამოვნოდ მერე უკვე გეხმარება, რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის რა იქნება მნიშვნელოვანი, ღირებული, როგორი შეხედულებები მექნება, როგორი დაჯერებები მექნება, ხო? თუ ასეთი დაჯერება მექნება და ესეთი შეხედულება მექნება, მაშინ რა უნარები მჭირდება მე იმისათვის, რა უნარების გამომუშავება მჭირდება, ხო? აი ამ პასუხს და თუ დავიჯერებ, რომ არ ვიცი, მე მაგალითად 7-დან მინდა რომ მქონდეს ბავშვებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ სიმშვიდე ეხმარება ადამიანს, რომ ასე ვთქვათ, კომფორტულად, დაცულად და კარგად იგრძნოს თავი, მაშინ მე რა უნარები მჭირდება, ესე იგი მოსმენის უნარი უნდა გამოვიმუშაო? ხო, მაშინ მე კიდევ რა მჭირდება, არ ვიცი, ანალიზის უნარი უნდა გამომუშაო, კრიტიკული აზროვნების უნარი უნდა გამომუშაო, თუ ასე შემდეგ, ხო, ეს უკვე როლიდან გამომდინარეა და რაც თავარია ამის შემდეგ, უკვე მერე თუ კი ეს უნარი უნდა გამოვიმუშაო, რა ქცევები და მოქმედებაში რა უნდა განვახორციელო კონკრეტული. და აი, ბოლოს, ასე ვთქვათ, გარემოში არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი, რომ სად და როდის გავაკეთებ ამ ყველაფერს, ანუ პირობა საკუთარ თავთან აღებული, რომ თუ კი მე აი ესეთი ვარ, პირველი პირამიდა რო ავიღოთ, აი ესე გამოვიყურები აწმყოში, მომავალში მინდა რომ ესეთი ვიყო, რა უნდა გავაკეთო ამისთვის პასუხს ვცემ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს იმაზეც შევუცავდე, სად და როდის განვახორციელებ ამას, რაზეც საკუთარ თავს შევუთავდი, ხო? და აი, ფაქტიურად ამ ორ პრიზმაში, ამ ორ პირამიდაში საკუთარი თავის აღქმა ხდება მოტივაცია ადამიანისთვის, რომ არა გაყვეს ცხოვრებას დინებისებურად და ვთქვათ, მხოლოდ გარემო ფაქტორებით განკარგავდეს მის ცხოვრებას, არამედ გააზრებულად იცოდეს ვინ უნდა რომ იყოს, როგორი უნდა რომ იყოს და აქედან გამომდინარე რა უნდა გააკეთოს თვითონ საკუთარ თავთან მიმართებაში იმისათვის, რომ მიიღოს ისეთი ცხოვრება, როგორიც სურს და მიიღოს ისეთი გარემო, როგორიც სურს. აი ეს იყო, რაც მე მინდოდა, რომ დღეს თქვენთვის მეგობრებო გამეზიარებინა. მადლობა, რომ დღევანდელ დღეზე გააკეთეთ არჩევანი, ჩვენს შეხვედრებზე გააკეთეთ, ICF-ზე გააკეთეთ არჩევანი და სიამოვნებით მოვისმენ ახლა უკვე თქვენს კითხვებს ან კომენტარებს, სასაკვირველია. ელენე, კომენტარი გვაქვს ერთი ჩატში წაგიგებ, ხო? თვითრწმენები ხშირად არის ხელის შემშლელი ფაქტორები და როგორ შეიძლება თვითრწმენების შეცვლა? ანუ მადლობა კითხვისთვის, გეთანხმებით. აი რწმენა შეხედულებებში ერთ-ერთი ისეთი გარდამტეხი ეტაპია, ერთ-ერთი გარდამტეხი დონეა, რომელიც არის ადამიანებში. და პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საიდან არის მოსული ეს თვითრწმენები და ეს დაჯერებები, ხო? ამის გაანალიზებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ჩვენი შინაგანი სამყაროს აღქმა ვახსენე, გარემოც ასევე მნიშვნელოვანია. ის გარემო, რომელშიც გავიზარდე, ის გარემო, რომელ სოციუმშიც ვიყავი და რა რწმენა ღირებულებები ჩამომიყალიბდა ამ გარემოსთან ერთად, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ რომ დავრწმუნდე, რომ ჩემს იდენტობასთან, ანუ მე რომ თავს ამა თუ იმ როლში კარგად ვგრძნობდე, რომელი რწმენა ღირებულება მეხმარება და რომელი მიშლის ხელს, ძალიან, ასე ვთქვათ, აი ამ კითხვების დასმაა საკუთარი თავისთვის საჭირო.
როგორი მინდა რომ ვიყო, ვინ მინდა რომ ვიყო და აქედან გამომდინარე რა ღირებულებები მაქვს და რომელი მეხმარება და რომელი მიშლის ხელს. აი ამის გაანალიზება რეალურად საჭირო. იმიტომ რომ აი ეს ღირებულებები არ არის ეს ჩემ კოლეგას უყვარს ხოლმე რომელიც წესით ახლა გვესწრება, ამის თქმა რომ ეს არ არის ზურგჩანთა რომ უბრალოდ მოიხსნა და გადადო გვერდზე. ან დატოვო სახლში, ხო? ეს იმდენად ღრმად არის ჩვენს შინაგან სამყაროში გამჯდარი, რომ ამაზე მუშაობაა საჭირო და მუშაობის გზა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ არის თვითრეფლექსია. აქვე, რა თქმა უნდა, შემოვიდან იმ საკითხს, რომ როდესაც ადამიანები თვითრეფლექსიას ვაკეთებთ ხანდახან, ისეთ რაღაცას ვუყურებთ, რისი დანახვაც არ გვინდა, არ მოგწონს, მტკივნეულია. ან უბრალოდ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ სწორად ეს. აი, კოუჩინგი არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ თუკით საკუთარ თავს თვითონ საკუთარი თავი თვითონ ვერ გამოყავს გარკვეული ჩიხიდან, ან საკუთარ თავს თვითონ ვერ აძლევს იმ ბიძგს, რომელიც სჭირდება მას ცვლილებისთვის, მათ შორის წმენადაჯერების ცვლილებისთვის, აი, უკვე კოუჩი არის ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კითხვების დასმით, იმიტომ რომ ეს ჩვენი ხელოვნებაა, ესე რომ ვთქვათ, როგორ დავსვათ ეს კითხვები სწორად, რომ ადამიანი ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს, გაიფართოვა თვალსახედვა და საკუთარ თავს უფრო ღრმად ჩახედოს. აი ამ შემთხვევაში ზუსტად კოუჩი ეხმარება ადამიანს, რომ ასე ვთქვათ, საკუთარი აღქმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანოს. იმედია ვუპასუხეთ თქვენ შეკითხვას. კი, უპასუხეთ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო და წარმატებები. მადლობა. ირმას აქ ხელი აწეული მასობაში. კი ბატონო, მადლობა ელენე, ძალიან დიდი მართლა ძალიან საინტერესო იყო და საინტერესო იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამის გამო აქ ვინც ხა კოუჩები გვესწრებიან ყველა იაზრებს და ყველამ ძალიან კარგად იცის. რეალურად შენ დილცის პირამიდის გამო ტანით აჩვენე მათ ვინც არ იცის კოუჩ სესია რა არის და კოუჩინგი რა არის, აჩვენე როგორ წარიმართება კოუჩ სესია. რეალურად ეს აჩვენე შენ, იმიტომ რომ ყველა პროფესიონალი კოუჩი რეალურად დილცის პირამიდას მიყვება და ისე მუშაობს. ნებისმიერი კონტრაქტი, მე რომ მოვიტანო კონტრაქტი, რომ მინდა ტესლას შექმნა, აუცილებლად პროფესიონალი კოუჩი ამიყვანს პირამიდის თავზე, მწვერვალზე და დამანახებს ღირებულებას, რას მომცემს ეს და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე საერთოდ ტესლა კი არ მინდა, მე საერთოდ სახლში მინდა ჯდომე 1 წელი და ტორტების ხობა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო თემის წამოწევისთვის და ერთი მინდა კიდე აღვნიშნო. დილცის პირამიდა რატომ არის კიდევ განსაკუთრებული? იმიტომ რომ ყველა წინა საფეხურზე გამოტანილი თემა წყდება მხოლოდ შემდგომ საფეხურზე. ამით არის მნიშვნელოვანი. მე ის თუ სად უნდა შევქმნა ტესლა, ეს წყდება იმით, როგორ უნდა შევქმნა და რა რესურსით უნდა შევქმნა. მე რატომ უნდა შევქმნა, წყდება იმით, იმის ზემოთ რაც არის, რას მაძლევს ამის შექმნა. ანუ ამიტომ არის უნიკალური და ალბათ დილცის პირამიდის თვითონ კონცეფციის გააზრებაც ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ სადაც ჩვენი პრობლემაა და რასაც ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენში თვითრეფლექსიის დროს რასაც აღმოაჩენთ, იმის ზედა საფეხურზე უნდა ავიდეთ და იქ უნდა ვეძიოთ ამ წინა საფეხურზე არსებული საკითხის გადაჭრის თავარი, ასე ვთქვათ, აქილევსის ქუსლის სად არის და გასაღები სად არის. ელენე, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ირმა, მადლობა. ელენე, კიდე გვაქვს ჩატში რაღაც კითხვები დავსვათ, ხო? რა თქმა უნდა, თუ გვაქვს დრო, აუცილებლად. თამთა ამბობს, რომ ვფიქრობ ეს სტრატეგია დღეს ბევრ მასწავლებელს სჭირდება, თუმცა ჯერ მზად უნდა იყვნენ აღიარონ, სად უშვებენ შეცდომას. არ ვიცი ამას თუ ამას მე გავცემ თუ შეიძლება პასუხს. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა თამთა ასეთი კომენტარისთვის, იმიტომ რომ მომეცა საშუალება, რომ ეხლა განათლებას შევეხეთ. წლევანდელი კვირეული გრძელდება თვის ბოლომდე, მაგრამ 18 მაისს სასტუმრო ვინთჰემ თბილისში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გალა ღონისძიება კოუჩინგი განათლებისა და განვითარებისთვის. სადაც
მონაწილეობას მიიღებს საპილოტო პროგრამაში მონაწილე 5 სკოლა, 1 საჯარო და 4 კერძო სკოლა. გვექნება ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები სწორედ იმ საკითხებზე და ელენე იყო ერთ-ერთი კოუჩი, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობდა და მან ემოციური ინტელექტი გააცნო მასწავლებლებს და ძალიან საინტერესო თვითრეფლექსია მოახდინა და თამთა გეთანხმებით პედაგოგები, თუმცა პედაგოგები ყველაზე კარგად ხედავენ თავიანთ ზრდის ზონებს და მზად არიან ამ ზრდის ზონების დასაფარად. უბრალოდ მათ ამისი კარგად გააზრება, როგორ უნდა გააკეთონ ეს და როგორ უნდა გააკეთონ, ჩვენ შევეცდებით ეს კოუჩინგური კუთხით დავანახოთ. ამიტომ კი ეს ღონისძიება არ არის კომერციული, არ ვყიდით ბილეთებს, არის მხოლოდ მოსაწვევებით და მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა დაინტერესებულ ადამიანებს ვეპატიჟებით, რომ მობრძანდით და დაესწარეთ. პირველის ნახევრიდან 6 საათამდე იქნება. მერწმუნეთ, ეს არის უნიკალური, განსხვავებული, არ იქნება ბრიტანელი მეცნიერების კვლევები გამოტანილი, არ იქნება რაღაცა, მხოლოდ იქნება ჩვენი საკუთარი გამოცდილება და მასწავლებლებისა და დირექტორების გამოცდილების გაზიარება. ასე რომ გელოდებით და მადლობა ამ კითხვისთვის, რომ საშუალება მომეცა ამის თქმის. მადლობა. მადლობა ირმა. კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს. თუ პასუხამდე მივედით, მაგრამ მაინც მოტივაციას ვერ პოულობთ, როგორ განვახორციელოთ? მარი გვეკითხება. მადლობა მარი კითხვისთვის. მოდი ალბათ ესე ზოგადად ძალიან ზოგადი კითხვა ამ შემთხვევაში. აი რის პასუხამდე მივედით და რას ვეძახით მოტივაციას და რა გვჭირდება მოტივაციისთვის, ხო? კიდევ ერთხელ უბრალოდ რადგან დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო ზუსტად ამ პირამიდის ფარგლებში და ირმამ ახსენა, მარი ესე ვუპასუხებ მეც თქვენს კითხვას. იმისათვის რომ მოტივაციაც ვიპოვოთ, კიდევ უფრო მაღლა უნდა ავიდეთ. ჩვენ დღეს პირამიდის, ასე ვთქვათ, წვერი იდენტობის როლში ჩვენი მედან განვიხილეთ, ხო? არის რომელიც გრძელდება, ესე პირამიდა საპირისპირო მიმართულებით გრძელდებოდა და რომელიც უფრო ვრცლად ეხება, უკვე გადადის და ჩვენს პიროვნულიდან სხვა სფეროებზე, ესე რა ვთქვათ, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ მე რაღაც კითხვაზე პასუხი ვიპოვე, მაგრამ მოტივაცია ამით ვერ შევიქმენი, კიდევ გავნაგრძო კვლევა და ძიება და აქ უკვე შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ თუ კი საკუთარ თავთან ვეღარ ვახერხებ ამას, მაშინ ამ შემთხვევაში მე მჭირდება უკვე პროფესიონალი კოუჩის დახმარება, რომელიც სწორად გამატარებს აი ამ გზას. და ლელას მოусმინეთ. მადლობა. ბოლო კითხვას გამოვეხმაურები, ანუ ხშირად მიფიქრია მეც ამ ნაწილზე მოტივაციაზე. ისევ და ისევ დედის როლში, იმიტომ რომ არ ვიცი მე პირადად რატომღაც თუ რამე მინდა და ზუსტად ვიცი რომ ეს მინდა და ჩემს იდენტობას განსაზღვრავს ამ ჩემს მიზნებს ესე სჭირდება, მოტივაცია არ მაკლია, თუმცა აი მოზარდებთან მუშაობის დროს, აი როგორც დედა აღმოვაჩინე რომ იმის უნარი რომ შთააგონო მოტივაცია აუმაღლო და შემდეგ მეც მჭირდება უკეთესად ვერ ყვევდო თქვათ რაღაცეებში. და ამ პროცესში რაც დავინახე მე თვითონ ეს არის რომ თუ ადამიანი თავად ვერ ხედავს მიზანს და ეს მისი იდენტობის ნაწილი არ არის, ან რაიმე დიდი მისიის ნაწილი არ არის, რომელსაც თვითონ ხედავს, ძალიან რთულია რომ მოტივაცია გქონდეს, ან შეუქმნა მოტივაცია. და ზუსტად აი არის პერიოდი, როცა როგორც დედა ხვდები, რომ შენ ამას ვეღარ აკეთებ, შენ კომპეტენციებს ცდება და ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოთერაპევტის ჩართულობა, ვთქვათ, ფსიქოლოგის ჩართულობა არის საჭირო, ვთქვათ და კარგი შედეგიც მოყვა ამას მე ჩემ შემთხვევაში. დავინახე რომ ეს უკვე ჩემს კომპეტენციას ცდებოდა და უნარებს სანამ მე ხა ამას გამოვიმუშავებ, აი ვთქვათ, იმ ტექნიკებს, იმ ცოდნებს, რაც სჭირდება რომ ვთქვათ, სწორი მიმართულებით წაიყვანო, ვთქვათ, უკვე არიან ადამიანები, აი როგორც კოუჩები თუნდაც, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ზუსტად ის სწრაფად მიხვიდე იქამდე, ვიდრე
შეიძლება მიხვიდე და ვფიქრობ, რომ მართლაც მიხარია ძალიან, რომ საქართველოში ეს მიმართულება ვითარდება. აქვე აღვნიშნავ, მადლობა თქვენ ესეთი მასშტაბური ივენთებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე სხვა დონეზე გადადის ეს კონფერენციაც, რაც ეწყობა, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ უფრო ფართო მასშტაბებსაც მოიცავს შემდეგში და რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. მე აჭარის რეგიონიდან ვარ და როგორც მოსწავლეების დედა განათლების სისტემაში, ზუსტად მაგ ნაწილში, უნარების ნაწილში ხედავ ბევრ პრობლემას, ზუსტად სწორად აღნიშნა ირმამ, რომ ეს არის მზაობა არის, ვერ ვიტყვი ნამდვილად, მე რომ მაქვს სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან კომუნიკაცია, ვხედავ, რომ აქვთ მათ მზაობა, მაგრამ არ იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ, ისე როგორც ჩვენ არ ვიცით ახლა რაღაცები და ვსწავლობთ. ამიტომ სურვილი მაქვს, რომ ეს ხელმისაწვდომი გახდეს ნამდვილად ყველასთვის და განსაკუთრებით მასწავლებლებისათვის, იმიტომ რომ მათზე ძალიან მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, იმიტომ რომ ახალი თაობის ცვლილებები, თუ გვინდა ცვლილებები თაობებში, ეს აუცილებლად უნდა წამოვიდეს პირველ რიგში მშობლებისგან და შემდეგ მასწავლებლებისგან და თქვენ აღნიშნეთ კიდევ ელენე, მადლობა ეს კარგი მაგალითებისთვის. მშობლობაც, ხო, ესეც უნარია. ზუსტად. მე მაგალითად მშობელი ისე გავხდი, რომ სულაც არ ვიცოდი მშობლობა უნარი იყო. და რაღაცები უწინასწარ უნდა ვცოდნო და ნელ-ნელა თან ვსწავლობდი და ძალიან კარგია, რომ უკვე ამის ფორმულირება ესე ხდება. ჩვენს რწმენა დამოკიდებულებებშიც უკვე ეს ისახება როგორც უნარი და ეს უკვე ბევრს შეცვლის. როცა უკვე დავიჯერებთ, რომ ეს უნარია, უკვე ცვლილებებიც აქედან დაიწყება. უღმესი მადლობა, ძალიან საინტერესო შთამაგონებელი სესიისთვის. დიდი მადლობა. მადლობა. და ბოლო შეკითხვასაც უპასუხოთ და ჩვენი დროც ამოიწურა, ძალიანაც რომ გადავაცილოთ. მარი გვეკითხება ასევე ზევიდან შეხედვისას რა იგულისხმება მომავლიდან შეხედვაო? მარი, ხო, ორ ნაწილად უპასუხებ, ხო, ამ კითხვას, მადლობა კიდევ ერთი კითხვისთვის. ორივე იგულისხმება, მარი, ნახეთ, გააჩნია რას ვუყურებ მე, როდესაც მინდა რომ მომავალში შევხედო, მომავალში უნდა ვთქვა, ვინ მინდა ვიყო, ხო, როგორი მინდა რომ ვიყო და გარემოს დონეზე როგორ უნდა განვახორციელო შესაბამისი ცვლილებები, აი ზევიდან ქვევით ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ იდენტობიდან მოვდივარ და ქვედა საფეხურებზე ვუსვამ საკუთარ თავს კითხვებს და შესაბამისად ვცემ პასუხებს, ანუ ორივე ერთმანეთთან კავშირშია. როდესაც მომავალთან დაკავშირებით ვაკეთებ აპელირებას, ეს ნიშნავს, რომ პირამიდის ზედა საფეხურიდან ვიწყებ საკუთარი თავის რეფლექსიას და ქვედა საფეხურებამდე ჩავდივარ, როდესაც აწმყოში ვაანალიზებ საკუთარ თავს, ქვედა საფეხურიდან ვიწყებ და ზედა საფეხურამდე ავდივარ. რეალურად აი ამორის შედარება საფეხურ მერე ერთმანეთთან ძალიან ეს მკვეთრ პასუხს იძლევა ხოლმე და ესე იგი რა არის გასაკეთებელი, ხო? ამაშიც გვეხმარება ხოლმე. ასე რომ თქვენ სწორად, ასე ვთქვათ, დასვით ეს კითხვა და პასუხიც. მადლობა. მადლობა ელენე და ირმა, ასევე ეკა გვეკითხება, როგორ შემიძლია დავესწრო ფიზიკურ ღონისძიებასა და ეკასაც რო უპასუხოთ და პრინციპში დავიშალოთ. ეკა ფიზიკურ ღონისძიება გვაქვს მხოლოდ კვირას, სასტუმრო ვინდჰემ თბილისში, პირველის ნახევარიდან 6 საათამდე და პირველის ნახევარზე შეგიძლიათ მოგბრძანდეთ. თქვენი გვარი რომ მოიწეროთ და მე ჩავნიშნავ, რომ თქვენ მოწვეულ სტუმრებს შორის ხართ და ჩვეულებრივად შემოგიშვებენ. პროფესიაც რომ მიაწოდოთ, რა პროფესიის ბრძანდებით. მადლობა, ძალიან დიდი. მადლობა. ვასრულებთ, გოგო. დავასრულებ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ელენე, ძალიან დიდი მადლობა, გულწრფელად ძალიან საინტერესო დილცის პირამიდის შემოტანისთვის. მადლობა ყველა მონაწილეს. სოფო, შენ ძალიან დიდი მადლობა. სოფო, მეგობრებო, გერმანიიდან გვერდება ყოველ დღეში რამდენჯერმე და რომ არა სოფო, ალბათ წელს იმდენი საქმე აქვს აისიებთ ამ კონფერენციასთან დაკავშირებით, ვერ გაუძღვებოდით ამ ვებინარების ესე
დროზე და ესე ორგანიზებულად ჩატარებას. ამიტომ სოფო შენ პერსონალური მადლობა. ყოველ დღე გეტყვი ამ მადლობას არ მობეზრდება. მადლობა ყველას და მადლობა. დანარჩენ ვებინარებზე